სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო მადლობა. გაიზარდებებო. ერვა, შეგიძლია ხვალისთვის ორწყობილები რო გამიკეთო? ჩემ ბლინები აღარ მოგწონს? კი, როგორ არა, უბრალოდ ჩემ კლასელებსაც მოწონთ ორწყობილები და მინდა რომ წავიღო. მეგონა მარტო დათის ქონდა გასინჯული. ნუ დათისაც. კი, ბებო, გაგიკეთე. აღარ ბევრი ხო? კარგი, ბევრს გაგიკეთე. აი, ეხა ჩანთა შავალაგებ და 5 წუთში მზად ვარ. კარგი. ილოშილობს რა ჩამიქროლა ელენე? გაიქცა ჩანთას ჩავალაგებო. დამიწუნა ბლინები, ორწყობილები მირჩევნიაო. დავიშეთ გვიყვარს რა გავაკეთოთ. ძალიან მშია ისე რა. მადლობა ღმერთს, რამდენი ხანია შენგან არ გამიგია სიტყვა მშია. თან გამეც კარგად გეძინა მე მგონი ყოველ შემთხვევაში შენსგან სიწყნარე იყო. კი, კარგად მეძინა ნამდვილად. სხვადასხვის პირველად გავიღვიძე. დაღლილი რო არ ვარ რა. გიმითხრა იქიმა დაგილაგდება უძილი ეგრევე. კარგი, ეხა მითხარი, მურაბით თუ არაჟნით? ერთი მურაბით და ერთი წარაჟნით. გაიხაროს, მონუმთა იმექიმა. ძირს არ დამებრუნდა ჩემი ბიჭი. აქ რა იდილია ჩემ გარეში. ვაიმე ამიკუნები მოდი ჩემთან მოდი. კაი, წავედით ჩვენ. აბაზულიც. ზვი! ზვიად! შეხედე რამდენია წლის ჩამოხსენი. ვაიმე, რასაკეთე, მან დარდადო, იატაკზე დადე და იქიდან მომოწოდო. ესე სათითაოდ უნდა გაწოდო ახლა? ყოველჯერ ზონდა კითხო, ჩავასიცოცხლე? მე ვიცი, კაცი იმედი ცხოვრობს. და შერის იმედი გაქვს. რისი და მოდესმე თუ დაამთავრებ ამის გაუთავებას. გგონია მე მიხალისება, თუ კიდე შენ დაუთავე და მე მოგაწოდე. არა იყოს, არ მინდა. და ბავშვებმა დაუთავებული ტანსაცმელით რამდენი ხანი უნდა იარო? სულ. მეც ჩემ ხელებით რო იქნებია? შენ ბავშვი ხარ? რა ვიცი, ვიღაცისთვის შეიძლება ვიყო კიდეც. შენ პატარა ხარ შენ? და არ გინდა რამე უფრო საინტერესო მოვიფიქროთ? რას თავაზობ? რამე უფრო საინტერესოს. ძალიან დაგწვი. ვაიმე, ძალიან დიდი ბოდიში. კაი. კაი, წავალ ხა ციუს. არ გინდა, არა. არა უშავს. აი ესე ვიჯდები 2 წუთი და გამივლის. ო ბოდიში რა. ძალით არ მიტოდა ხო იცი? კაი, არა უშავს. აუ სულიც რაზე მეფიქრება? ძიძაზე. შენ ვერ ავნიპოვნე? აი მაგაზე უნდა მეთქვა დღეს. რა? ვიპოვა. მართლა? სანდოა? ძალიან. კარგია? კი, კარგია. ძირს ითხოვს? საერთოდ არაფერს არ ითხოვს. რატო ანგელოზია? კი, ანგელოზია და თან ძალიან საყვარელი და თბილი. ეგ როგორ? რა არ არის დეიდა ჩემი საყვარელი და თბილი? არის. მე? მოიცა დეიდა შენი უნდა იყოს ჩვენი ბავშვების ძიძა?
ხო, ველოპარაკე და სიამოვნებით დაგეხმარებითა. კაი, არ გიხარია? კი, როგორ არა? კაი, მაშინ წავალ დაურეკავ. ნებიერიძე, შეეში მაგ ტელეფონს და მომისმინე. რა იყო, მართლა ხო შეგეში? ცოტა, მაგრა გააკეთე. შენ წერდი ისე, რატო დააგვიანე? არ დამიგვიანებია, 5 აკლია ჯერ. რავი, სულ 15-8 აკლია მაშინ მოდიხარ ხოლმე და მაგიტო. 10 წუთია მელოდები? ხო რა, მეთქი ერთად დავალთქო. როგორ ხარ? მეთქი ერთად დავალთქო და ისე მითხარი რამე? არა, კაი, მაშინ ავიდეთ, თორე მართლა დავაგვიანებთ. 2 წუთი ვიყოთ. ვიყოთ. რაღაც მინდა მოგცე. ბრწოლეთ გაჩუქო. ეს მე? ხო. რო დავინახე ისე მომეწონა, მეთქი ლინისაც მოეწონება თქო. რატო? ისე. ისე როგორ? მომეწონა და გიყიდე. ვიფიქრე შენც მოგეწონებოდა. ძალიან ლამაზია. მოგწონს? ძალიან. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, კერდა, არაფრის. წავიდეთ, თორე დაგვაგვიანდება. კაი. გავიქცეთ, თორე დაგვაგვიანდება. როდესაც მეგობრებო, თქვენ პირველად გასკმაყოფილები ხართ? მე მგონი თქვენც და კლიენტებიც, ხო? არ ვიცი, ცოტა უცნაური ხალი იყო, აი, ვერც კმაყოფილება შევატყე, ვერც უკმაყოფილება. შენ? ჩემმა გაჭედა ცოტა. მადლობა მითხარით, რომ თქვენი მომსახურებით ვსარგებლობ. აუ, რატო ვითომ? რა არ მოეწონა? მე მგონია, რომ ორივე კმაყოფილები იყავით. ჩვენ წავალთ, ხო? არ სადაც არ წახვალ თქვენთან მაგ საქმე, უბრალოდ შენთან. რა მოხდა? არ ეტყვი ხალბატონ მასწავლებელს როგორ ელაპარაკე კლიენტს. ვერ გავიგე, რა ხდება? ეხლა ვეუბნებოდი, გაჭედა თქო ცოტა. რას ნიშნავს გაჭედა გამაგებინე? მომხმარებელს ეს ვინ ელაპარაკება? ასჯერ მითხრა მადლობა თქვი, რომ თქვენი მომსახურებით ვსარგებლობო, რა უნდა მეპასუხა? გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით. მოიცოდე. შენ რა უთხარი? თლად ეგრე არ მithქვამს. გინდა მეკითხრა ხალბატონო მასწავლებელო რა უთხრა მომხმარებელს. უამრავი სხვა ბანკია წადდა მათი მომსახურებით ისარგებლეო. რა გაცინებს ახლა რა არის აქ სასაცინო? ცხადია რომ ასეთი მიდგომა არ არის სწორი. მაგრამ იმდენი ინტრიგანი უცნაური ადამიანია რომ ხანდახან შეიძლება თავი ვერ შეიკავო ადამიანმა, არა? რას ამბობ ახლა? ამას ასწავლის სტაჟიორებს? მაშინ რას ვერჩით ამ ადამიანს? უკაცრავად, ჩემი ბრალია ავღელდი, აღარ განმეორდა. დიდი იმედი მაქვს. და სხვათა შორის მე არც მინდა და არც მცალია რომ აი აქ ვიღაცების პრეტენზიები ვისმინა. არც მე. ბოდიში. მადლობა, რომ ჩემ მხარეს იყავით. და შენც ძალიან დიდი მადლობა, რომ სწორ დროს გაიცინე. მეგობრებო. არ შეიძლება კლიენტებთან ასე საუბარი. მისმის რომ რაღაც პრობლემები გაქვთ. რაღაც შეიძლება არ გზნობდეთ თავს კარგად, მაგრამ ამ ყველაფერს ვტოვებთ სამსახურს გარეთ. აქ როცა მოვდივართ, მხოლოდ ერთი პრინციპით ვართ. კლიენტი ყოველთვის მართალია. ზუსტად. გავიგეთ. ბოდიში და აღარ განმეორდება მართლა. კაი, აღარ მინდა ამდენი ბოდიში. დასკეთეთ. გავაგზავნოთ რა. გავაგზავნოთ. სად ვარ? რასაც ხარ? თუ სახლში ვარ სიჩუმერადო. დეიდა ჩემთან არიან ბავშვები. ორივე? აბანავა აჭამა და ხა აწინებს. რა იყო ჯადოქარია? კი, თანახელები მოამზადა. ჯახოხბილი?
ხო, ჩემს ზვიკოს უყარსო და აბა მიჩქმიდე. ავიცი, ან სახეში გამარტყი, იქნებ სიზმარში ვარ, ა? ვაიმე, მეც ეგრე ვარ, არ მჯერა რომ 2 საათში ყველაფერი მოვასწრო. მოიცა, მიდი დავუძახე რა. ვის დეიდა შენს? ხო რა იყო? და რა დავუძახო, არ ვიცი. და აქამდე რას ეძახდი? აქამდე არ ვეძახდი, სულ გვერდზებედექი და არ დამჭირებია. კაი, ნუ გაქ ეგეთი სახე მოვიდა, აი, აღარ გიწყებ დაგახე. მე მეძებდი? მოდი. აბა? დეიდა ჩემს დაუძახე მეთქი და არ იცით რა დაგიძახოს. ოღონდ ქალბატონო არა და რაც გინდა ის დამიძახე. არ ცხელია, კაცო, მაღაზიანერია. ქალბატონო არა? აბა? ნანა დამიძახე. არა, მერიდება. ბახ, მაშინ დეიდა. კარგი, მოდი ვჭამოთ რა. დედა ისე მომშივდა მეც. აბაზანა შევდივარ და ტელეფონს ოთახში ტოვებ. რატო გვაფრთხილებ? თუ და რეკავს რო არ აიღოთ. შენი ტელეფონი რატო ავიღოთ, ბებო? რა ვიცი, იქნება დამოგინდეთ. ნუ ეხლა ესე თუ გაგვაფრთხილებ, აუცილებლად მოგვინდება. მაგრამ შევეცდებით რომ არ ავიღოთ. შეცდებით? კარგი, მამიკო, შედი, ეხლა არ ავიღებთ. უნდა იმეცადინეო რომელი. აბა რა. რა ჭირს ამას? არ ვიცი, 2 კვირა ასე დაფრინავს. მოკლედ მამაშვილმა აურიეთ. შენ ხო ხარ უკეთ? ია, შედარება. მეძინება, ენერგიაზეც ვარ. აიძამები. ხო, ნამდვილად. ნუ ნუმრო გაიგო რა წამლებსვამ, 100 ჯერ დამირეკა ფრთხილად იყოსო. რატო? არა, ძალიან კარგი მედიკამენტებიაო, მაგრამ როგორც დაუნიშნა ექიმაო, ზუსტად იგივე დოზა უნდა დალიოსო. ხო, ეგრე ვსაუბრობ. მაქსიმუმ ცილისწინო ერთიები დავმატებოთ თუ რაღაცა. ხო, მოკლედ დღიური დოზა 2-ი. ხო, ნუ მას ესე მითხრა.